მარკო რუბიოს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, თან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს გარკვეული სიგნალები გადათვირთვის სურვილთან დაკავშირებით და ვაშინგტონმა შესაბამისი გზამკვლევი, მოდი ესე ვთქვათ, სამოქმედო გეგმა შესთავაზა, საკუთარი პირობები საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიანიშნებს, რომ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ჩვენ ავუხსენით თუ რას მოითხოვდა ეს, რა იქნებოდა ამისთვის საჭირო. მივიღეთ გარკვეული დადებითი გამოხმაურება. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ დავინახავთ ტრაექტორიის ცვლას საქართველოს შემთხვევაში. ცხადია, ჩვენ გვესმის ყველაფერი, რაც ახლახან აღწერეთ. ეს ჩვენთვის წინასწარ არსებული პრობლემებია. მათ გვითხრეს, რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამის საფუძველზე შევძლებთ განვითარებას და შესაძლოა შევცვალოთ ტრაექტორია არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობისა, არამედ მათი ქცევისა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს აქტიურად ეკითხებიან, გადათვირთვა რა პირობებით შეიძლება განვითარდეს. მოდი მოვისმინოთ, რას ამბობს მთავრობის მეთაური, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. აქედან გამომდინარე, ოპტიმიზმით უყურებთ ყველა გზავნილს, რასაც ვისმენთ, მათ შორის იმ გზავნილებს, რომლებიც მოვისმენთ უშუალოდ საქართველოს ვიზიტის დროს და კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება საქართველოსთან და ამერიკის შორის. ჩვენ თქვით მარტივი რამ. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან. საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმე და გამოსწორება მოთხოვოს. საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო. და ეს კაფეო დაუფიქსირეთ აბსოლუტურად ყველგან. საქართველო არის ღირსეული სახელმწიფო, საქართველო სწორედ ღირსებას იცავდა წინა ადმინისტრაციის მიმართ და ღირსების დაცვა უწევდა სწორედ, რაც გაფუჭდა ასეთი უღირსი დამოკიდებულებით და ქცევით წინა ადმინისტრაციის მხრიდან შეიძლება გამოსწორდეს მხოლოდ ღირსეული ქცევით და დამოკიდებულებით. ამბობს, რომ ნაბიჯებთან დაკავშირებით თქვენ უკვე გესაუბრდნენ, ეს სამართლიანია, მოგწონთ ეს ნაბიჯები, არ გაგვიხილოთ. მე კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ ერთი რამ. საბოლოო ჯამში იმედი გვაქვს, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, სწორედ ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომ პროცესი დასრულდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენით. ამ ოპტიმიზმს ვინარჩუნებთ, რაც შტატებს უნდა და რაც მამას უნდა, ამას გაიგებთ თქვენ მოგვიანებით. საიდან დაიწყო ეს უთანხმოება და ეხლა როგორ შეიძლება წარმოედგინოს ხელისუფლებას ისევ განახლება? ხო, საბოლოო ჯამში ყველაფერი გადის იმაზე, რომ საქართველოს ზოგადად ურთიერთობა რაზე დგას. აი მაგალითად, როცა დასავლეთზე ვლაპარაკობთ, დასავლეთ საქართველოსთან ურთიერთობა რაში ჭირდება, ხო? მაგაზე გადის ყველაფერი და როცა მაგალითად წინა ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის მხრიდან იყო გარკვეული ზეწოლა, მაშინ მოხდა ურთიერთობის გაფუჭება. ანუ ამერიკის ადმინისტრაცია პირდაპირ ითხოვდა საქართველოსგან კაფეო პოზიციის გამოვლინებას, ანუ პოლიტიკური გამოვლინებას ითხოვდა იგივე უკრაინის ომთან მიმართებაში, ხო? ანუ ამერიკის წინა ადმინისტრაცია იყო ადმინისტრაცია, რომელიც ამ უკრაინის ომის საკითხთან მიმართებაში მაქსიმალურად ჩართული იყო და ძაბავდა, ხო? მაგ მიმართულებით. ზოგადად მაგ ადმინისტრაციის პირობებში დაიწყო ეგ ომი და სხვათა შორის ეს ტრამპის ადმინისტრაცია იძახის, რომ ბაიდენის ომს ეძახის, მაგ უკრაინის ომს. ხო? და ეგ ჩვეულებრივი ლოგიკური შეფასება, იმიტომ რომ წინა ადმინისტრაცია მართლაც ეხლა სანამ გაიმარჯვებდა წინა ადმინისტრაცია, ჩვენ პროგნოზირებდით, რომ თუ ეგ ადმინისტრაცია ამერიკაში გაიმარჯვებს, მაშინ დაძაბულობა დაიწყება ჩვენს რეგიონში და უკრაინის რეგიონში. და ეგ ყველაფერი ლოგიკურია, არაფერი მანდ გასაკვირი არ მომხდარა და ჩვენთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ეგ დაძაბულობის და ზეწოლის პერიოდი იყო. თუმცა როცა შეიცვალა ადმინისტრაცია და ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვა, მაგ დროს საქართველოში იყო გადაჭარბებული წარმოდგენა, ეგ რას ნიშნავდა? ანუ ეგონათ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირ მოხსნიდა სანქციებს და პირდაპირ ქართულ ოცნებასთან გააჩაღებდა მეგობრულ ურთიერთობს. ეგეც წარმოდგენები თვითონ ქართულმა ოცნებამ გააბუქა, თუ გააღვივა და დაამკვიდრა თავის მხარდამჭერებში. პირდაპირ მახსენდება, მე მახსენდება
როცა სანქციები უწესდებოდა წინა ადმინისტრაციის მიერ საქართველოს თანამდებობის პირებს, ქართული ოცნება იძახდა, რომ ეს არის ერთთვიანი სანქციები, მაგაში გულისხმებოდა ის, რომ შემდეგი ადმინისტრაცია როცა გაიმარჯვებდა არჩევნებში, ისინი მოუხსნიდნენ საქართველოს აი ამ დაწესებულ სანქციებს, ხო? მაგას გულისხმობდნენ და ეგ წარმოდგენები ძალიან აქტიურად ღვივდებოდა, რომ ეს სანქციები არაფერი არ არის, ეს არის ერთთვიანი და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ ორი მიმართულებით უნდა შეფასდეს ეს პროცესი. ფაქტი ის არის, რომ დასავლეთს არაფერი სერიოზული სანქციები არ დაუწესებია საქართველოსთვის. დასავლეთმა დააწესა მხოლოდ გამაფრთხილებელი შინაარსის, მხოლოდ ისეთი ტიპის სანქციები, რომელიც გულისხმობს თავის თავში, რომ ქართულ ოცნებას უბიძგებს რაღაცა ცვლილებებისკენ, პოლიტიკის ცვლილებებისკენ. სერიოზული ზეწოლა დასავლეთის მხრიდან არ ყოფილა. ეგ უნდა ითქვას. ქართულმა ოცნებამ რაც გააღვივა წარმოდგენები, რომ შემდეგი ადმინისტრაციასთან ურთიერთობა კარგია და ისინი მოხსნიდნენ, როგორც კი გაიმარჯვებდნენ სანქციებს, ეგეც არ გამართდა. ანუ შემდეგი ადმინისტრაცია, ტრამპის ადმინისტრაციამ გაიმარჯვა, მაგრამ საერთოდ კომუნიკაცია არ ქონდა ქართულ ოცნებასთან, არც არჩევნები არ უღიარა, არც საერთოდ შეხვედრები არ გამოვიდა, არც სანქციები არ მოუხსნა და არაფერი. საერთოდ კომუნიკაცია იყო გაწყვეტილი, ხო? არც ზეწოლა არ არის, ეგეც მნიშვნელოვანია. ანუ ზეწოლაც შეწყვიტა და მხარდაჭერაც შეწყვიტა. ანუ მოდი ვთქვათ, რომ არ გამოიხედა საერთოდ. არ გამოიხედა საერთოდ. არცნო, მაგრამ და ისიც უნდა დავამატოთ. არცნობით კი არა, საერთოდ უყურადღებობდა, არაფერი არ თქვა. არაფერი არ თქვა, ისიც უნდა დავამატოთ, რომ ასევე ტრამპის ადმინისტრაციასთან იყო ოპოზიციის მხრიდანაც მცდელობა კომუნიკაციის, არც ოპოზიციასთან არ ქონდა ტრამპის ადმინისტრაციას რაიმე სახის კომუნიკაცია. ანუ თითქოს ისინი რაღაცას ელოდებოდნენ. თითქოს რაღაცა კი ქონდათ საქართველოს ესე გვერდზე გადადებული და რაღაც მომენტში მოვიცრით და რაღაც მომენტში რაღაც დონეზე რაღაც ფორმას ამ ურთიერთობებს მივცემდა. ეხლა თითქოს რაღაცა მომენტი დადგა. კი, საერთოდ საქართველოს აი ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს საქართველოსთან ურთიერთობა ზოგადად რა სჭირდება დასავლეთს. საქართველო არის რუსეთთან ასე ვთქვათ დასავლეთის სავაჭრო ბერკეტი. და საქართველო არავის არ ჭირდება იმისთვის, რომ აქ რაღაც დემოკრატია განვითარდეს, აქ ეკონომიკის და რაღაც შემოსავლის დონე გაიზარდოს მოსახლეობისთვის, ან რამე ნატოში გაწევრიანდეს საქართველოს და ეს ბაზები ჩადგან. ეგ დანიშნულება საქართველოს არ აქვს. საქართველოს რეალური დანიშნულება არის ის, რომ სხვადასხვა პერიოდებში, როცა რუსეთთან დასავლეთი დაძაბვის პოლიტიკაზეა, მაგ მომენტში საქართველოს ერთ-ერთ ბერკეტად იყოს გამოყენებული. ეგ არის საჭიროება. ხო? ეხლა რუსეთთან დაძაბვა საჭიროებას აღარ წარმოადგენს დასავლეთისთვის, ანუ პირდაპირ ამერიკა რუსეთთან გადატვირთვის მდგომარეობაშია მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მთავარ პრობლემად ამერიკა მიიჩნევს ჩინეთს და რუსეთთან ცდილობს ისეთი ურთიერთობა გააბას, რომ აი პირიქით რუსეთის და ჩინეთის ურთიერთობა ერთმანეთისგან დააშოროს, ხო? ამიტომ ეხლა ეგ საქართველოს ეგ საჭიროება, რაშიც სინამდვილეში უდგას დასავლეთს, ამ ეტაპზე არ არის აქტუალური. შესაბამისად, ეხლა საქართველოსთან არის დასავლეთიდან ასეთი დამოკიდებულება. მოდი საქართველო გარკვეულ მდგომარეობაში ურთიერთობების თვალსაზრისით გაყინულ მდგომარეობაში ყავდეს. მომავალში კიდე თუ დაგვჭირდება, კიდე რომ იყოს გამოყენება. ხო? ეგ არის ეტაპი. რატო დავკარგოთ? კი, რატო უნდა დაიკარგოს? არაფერი არ ჯდება, პირიქით აქეთ რაღაცებს თუ მოვთხოვთ. ხარ ასე ითხოვს, ხო? აქეთ თუ მოვთხოვთ, აქეთ გააკეთებენ პირიქით. ხო, ამიტომ არაფერი რამე უკუჩვენება არ აქვს მაგას, რატო უნდა დაიკარგოს? შესაბამისად, მოდი იყოს ასეთ გაყინულ მდგომარეობაში. ეხლა უნდა ითქვას ისიც, იმას ხაზი უნდა გაესვას, რომ საერთოდ საქართველოში თუ არის ადეკვატური პოლიტიკა, ხო? თუ ზოგადად მოსახლეობა ერკვევა
დასავლეთთან ურთიერთობა რას ნიშნავს, ზოგადად საგარეო პოლიტიკა როგორი უნდა გქონდეს, შიდა პოლიტიკა როგორი უნდა გქონდეს. თუ ადეკვატური ქვეყანა ვარ, დასავლეთთან და ამერიკასთან ურთიერთობა კარგია. ანუ ჩვენ სინამდვილეში მაგას მივესალმებით, რომ ზოგადად ტრამპის ადმინისტრაცია არაფერ ცუდს საქართველოსთან მიმართებაში არ აკეთებს, არაფერი ზეწოლაც არ ხდება. შესაბამისად, ტრამპთან და მაგ ეხანდელ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგება არის კარგი. უბრალოდ ეს არ შეიძლება გაკეთდეს ისეთი ფორმით, რომ რა წარმოდგენებიც იყო წლების წინ, ისევ ის წარმოდგენები დაბრუნდეს მოსახლეობაში. ანუ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჭკუა ვისწავლოთ იმ კუთხით, რომ კი ბატონო, დასავლეთთან ურთიერთობა კაია. ზოგადად ყველასთან კარგ ურთიერთობას ვემხრობი. მე საერთოდ არ მიმაჩნია, რომ საქართველოს უნდა იყოს ინიციატორი რომელიმე საგარეო მიმართულებასთან ცუდი ურთიერთობის ინიციატორი. არავისთან არ უნდა იყოს საქართველოს და პირიქით უნდა ცდილობდეს ყველასთან კარგ ურთიერთობას. უბრალოდ ყველა თან ამავე დროს უნდა ხვდებოდეს, რომ რას გულისხმობს ეს კარგი ურთიერთობები. ეს კარგი ურთიერთობები რას ითხოვს ერთი მხარე, მეორე მხარე და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ საქართველოს ეხლა როცა ვლაპარაკობთ ამერიკასთან ურთიერთობა. ამერიკას აქვს მოთხოვნები და ეგ კარგად უნდა გვესმოდეს. ამერიკას კი არ უნდა საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება. საქართველოს უნდა ამერიკასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არავის არ ეგონოს, რომ აი ამერიკა აღარ იცის როგორ მიუდგეს, ქართული ოცნება აქეთ გაბუტული დგას და ამერიკა აქედან მიუდგა, იქიდან მიუდგა და ძლივს ითანხმებს ქართულ ოცნებას. არა. ამერიკასთან ყველაფერი გააკეთა ქართულმა ოცნებამ, რომ კომუნიკაცია პირიქით ესენი მიუდგნენ ხან აქედან, ხან იქიდან, ყველაფერი სცადეს. და ეხლა სხვათა შორის რუბიოს განცხადებაში ეს ყველაფერი კარგად ჩანდა. მან თქვა, რომ საქართველოს აქვს სურვილი, რომ გადაიტვირთოს, ისინი გვეკითხებიან ჩვენ, რა უნდა გააკეთონ მათ, რომ ურთიერთობა დალაგდეს. ანუ პირდაპირ საქართველოს შეკითხვას უგზავნის. აი რა გაგიკეთო, რომ შენგან კარგი დამოკიდებულება წამოვიდა. და რუბიო იძახის, რომ საქართველოს ქცევებიც იმედი აქვთ, რომ დაკორექტირდება. ხო? ანუ ეგ ნიშნავს, რომ აი უფრო რასაც ამერიკას როგორც უნდა, ეგრე მოიქეცით ხოლმე, აი მომავალში რომ ვეღარ დაინახოს ამერიკამ ასეთი იმის საშიშროება, რომ აი რაღაცა მოუნდა ამერიკას და უცბად აქ ცოტა სხვა არ მიყვება, ხო, ამერიკას რაც. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის აი ამ ნათქვამს რამდენიმე დღის წინ, რომ წინა ადმინისტრაცია უწყობდა ხელს საბოტაჟს. ну საბოტაჟი ხო შიგნით ხო აქ შიდა პოლიტიკურ მე ესე გავიგებთ შემთხვევაში რომ ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეა საუბარი და იმედი გვაქვს რომ ეს ადმინისტრაცია მაგას არ იზამს. ну დაახლოებით ეგეთი ფორმულირება იყო ხო თუ ახალი ადმინისტრაცია საბოტაჟს არ უწყობს ხელს ესე იგი რა ხდება? ანუ რას უწყობს ხელს? მაშინ რას ითხოვს? აი შიდა პოლიტიკური კონფიგურაცია ამ სუფთა ფურცლიდან დაწყებული ურთიერთობების როგორი შეიძლება იყოს? კი ბატონო, აი მოდი. აი მან გაჩნდა ზუსტად ის უბრალოდ შეკითხვა. ცხადია ჩვენ აფერს არ ვამტკიცებთ, რომ ხო არ არის ლაპარაკი ისევ კოაბიტაციის ახალ სერიალს. ხო, აი მოდი პირდაპირ ვთქვათ. ამერიკა მოითხოვს ასეთ რაღაცას. ამერიკა მოითხოვს, რომ საქართველოს უკან დაიხიოს. პირდაპირ მაგ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. ანუ საქართველოს ხო გარკვეული თვალსაზრისით წინა ადმინისტრაციას არ დაემორჩილა. არ დაემორჩილა, რომ წინა ადმინისტრაციამ რაღაც მოთხოვნები წაუყენა და საქართველოს არ დაემორჩილა. საქართველოს რაღაც ისეთი ნაბიჯები გადადგა, რაც პირდაპირ რის გამოც დაასანქციერეს გარკვეული პირები იმის საჩვენებლად, რომ აი თუ კიდე ასე გააგრძელებთ, მაშინ უარესი სანქციები მოყვება, ხო? ანუ არ დაემორჩილა წინა ადმინისტრაციას და რაღაცა თვალსაზრისით ზეწოლა და მუქარის ფორმებიც იყო. ეს ადმინისტრაცია პირდაპირ საკითხს აყენებს ასე. უკან დაიხიეთ, ანუ იმის დემონსტრირება მოახდინეთ, რომ
უკან მიგაქვთ თქვენი დაუმორჩილებლობის ნაბიჯები და იმის დემონსტრირებას ახდენთ, რომ მომავალში კარგად მოიქცევით. საკითხს აყენებს ასე. ეხლა უკან წაღება რაში მდგომარეობს, ხო? უკან წაღება თავისთავად ცხადია იქნება იმაში, რომ არჩევნებზე ოპოზიციას ნაციონალურ მოძრაობას გაიყვანენ პარლამენტში, ხო? თავისთავად ცხადია უკან წაღება გულისხმობს იმას, რომ მთავრობა თავის რიტორიკის დონეზე გახდება მაქსიმალურად პროდასავლელი და საერთოდ კრიტიკას გაანებებს თავს. და კოჰაბიტაციას რაც შეეხება, ხო, ეხლა როცა ლაპარაკია უკან დახევაზე, როცა ლაპარაკია რაღაცა პოლიტიკის ისევ დაბრუნებაზე რა, კალაპოტშიც ადრე იყო, ნუ ეგ როგორ უნდა მოხდეს? ეგ მაგას ახლა ამერიკა თვითონ კი არ მოითხოვს, ეგ თვითონ აქაურები თვითონ მოხარშავენ მაგას, რომ მაგის მოსახლეობისთვის ასე ვთქვათ, მაგ პროცესს ხო გამართლება ჭირდება. გამოიგონებენ რაღაც სცენარს, გამოიგონებენ იმ სცენარს, რომ რაღაცა საჭიროა შერიგება, საჭიროა გადატვირთვა დასავლეთთან, საჭიროა ნაცების დამთავრებისთვის არჩევნებზე ხალხის მისვლა და ხმა რომ მისცეს ქართულ ოცნებას და მოკლედ სხვადასხვა სცენარებს გამოიგონებენ. ნაცებიც მოიგონებენ. ნაცებიც იტყვიან, რომ ხალხო, აი ეხლა უკვე აქ არჩევნებს აზრი. ხო, ცოტა ხნის წინ არ ქონდა. ცოტა ხნის წინ ხო ბოიკოტს ქონდა აზრი. ეხლა გაირკვევა, რომ თურმე არჩევნებს აქ აზრი. ნაცების თვალსაზრისი და პარამიამ დაახლოებით ეგ მინიშნება გააკეთა რამდენიმე დღის წინ, როცა თქვა, რომ ადამიანები არჩევნები იქნება.